ძალიან ხმაურიანი განცხადებები და დაძაბულობა უსწრებდა ამას ყველაფერს წინ. ფაქტიურად ტრამპი ამბობდა, რომ ჩვენ გრენლანდიად შეიძლება დავიპყროთ, გრენლანდია გვჭირდება უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე და გრენლანდია მოგვეცითო და ძალიან დაიძაბა ვითარება ამასთან დაკავშირებით. ტრამპმა გამოაცხადა, რომ სანქციებს ადებდა ქვეყნებს, რომლებმაც დანიას აღუთქვეს მხარდაჭერა, საფრანგეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, ფინეთს, თუ არ ვცდები, კიდე იყო 1-2 ქვეყანა, აი ამ ქვეყნებს ვადებ 10%-იან ტარიფებს, ან სანქციებს და ამის პასუხად მოლოდინი იყო, რომ ევროპა შეშინდებოდა, უკან დაიხევდა, იმიტომ რომ ტრამპი რაღაცნაირად მიეჩვია ბოლო პრეზიდენტობის შემდეგ, რომ ევროპასთან უხეში ლაპარაკი გასდის. აი მაგალითად ჩინეთთანაც ცდელობა იყო ეს რაღაც სავაჭრო ომის და ჩინეთმაც იშვიათი მინერალების შეზღუდვით, ვაჭრობის შეზღუდვით უპასუხა და მე რაღაცას მორიგდნენ. რუსეთზეც მიწოლის ცდელობები იყო და რაღაცნაირად არ გამოვიდა უკრაინის თემასთან დაკავშირებით და ევროპასთან გამოვიდა სავაჭრო შეთანხმება დადეს, რომელიც ევროპისთვის სრულიად გაუგებარი შინაარსი იყო. ანუ ევროპას დაუწეს ამერიკამ სავაჭრო 15%-იანი ტარიფები, ისე რომ ამერიკის პროდუქციას არ აქვს ტარიფები ევროპაში. ევროპამაც რო უთხრა, რომ მეც გიწესებ 15%-ის მაშინ რამდენსაც შემიწესებ, იმის გიწესებ, რომ ტრამპი პასუხობდა ამას, რომ მაშინ მე კიდევ 15%-ით გიზდი. ანუ რამდენითაც ამიწევ, იმდენი 15%-ის გაგიზდი. და ევროპამ უკან დაიხია და ძალიან წამგებიანი სავაჭრო შეთანხმება დადო და ამის მერე წარმოდგენა იყო, რომ ევროპა შეშინებული იქნებოდა, მაგრამ ევროპამ მოულოდნელად ხისტი რეაქცია გამოხატა, რაღაც ერთიანობის დემონსტრაცია მოახდინეს ეგ ერთი და იქ ნუ რაღაც რამდენად ეგ შესრულებადი იქნებოდა არ ვიცით, მაგრამ უხარები ჟღერდებოდა, რომ ევროპაც რაღაც სანქციებს დაადებდა. და დავოსში ტრამპი ჩავიდა შედარებით კი არა, ნუ შერბილებული ტონით, იმიტომ რომ თქვა, რომ არა, თავდასხმას არ ვაპირებ გრენლანდიაზე და რაღაცა შეთანხმება იქ ვილაპარაკეთ ნატოს გენდივანთან და რაღაც შეთანხმების კონტურები მოიხაზა. მოდი აი ეს ამას მოусმინოთ ტრამპის ამ განცხადებას. საკუთრების საკითხი. ეს ცოტა რთული თემაა, თუმცა მოგვიანებით ავხსნით. მე ნატოს გენერალური მდივანი და სხვები ვსაუბრობდით. ეს სწორედ ისეთი შეთანხმებაა, რომლის მიღწევაც მინდოდა. სად არის აქ დანია? კვლავ ითვალისწინებს თუ არა ეს შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ფლობას, როგორც ამას ადრე ამბობდით. ეს გრძელვადიანი გარიგებაა. საბოლოო, ყველაზე გრძელვადიანი შეთანხმება. და ვფიქრობ, ის ყველას ძალიან კარგ პოზიციაში აყენებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და გრენლანდიაზე არსებული წიაღისეულის კუთხით. სერ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი მემკვიდრეობისთვის? სხვა ევროპელ ლიდერებს თუ ესაუბრეთ უკვე? რა? სხვა ევროპელ ლიდერებს თუ ესაუბრეთ უკვე? დიახ, ვესაუბრე. რა ვადით დაიდება ეს ხელშეკრულება, ბატონო პრეზიდენტო? დანიასთან თუ გქონდათ საუბარი? სამუდამოდ. ეს სამარაჯამოა. ფინანსური მხარე თუ ფიგურირებს, იქნება მასში ფული ჩართული? ის სამუდამოდ არის გაფორმებული. სანამ შინაარსზე გადავთ, მე მინდა აღვნიშნო, რომ აი თუ რამეში გამოგვადგა ხელოვნური ინტელექტი, გამოგვადგა ზუსტად ამ თარგმანებში, ეხლა ეს რაც უყურებდით, ჩვენ ხო გზადაგზა გვიწევდა მე პირდაპირ ეთერში თარგმნა და ეხლა ხელოვნური ინტელექტი უკვე ქართულ ენაზე კარგად ახმოვანებს, რაც მისასალმებელია. ხო. ცოტა აქცენტს დავაკორექტირებდი. მაგდეს აღარ ვაწვალე. ხო. მაგრამ ნუ კარგად თარგმნს. ეხა შინაარსზე რა სიტყვი შოთა? ხო, ანუ გაუგებარი ჯერ კონკრეტული შინაარსი, მაგრამ რა ინფორმაციაც გამოდის, ფაქტიურად გამოვიდა, რომ ბაზების იქ შენარჩუნების უფლებაზე შეთანხმდნენ სამუდამოდ და ამ ბაზებს ექნებათ რაღაც სუვერენული სტატუსი. ანუ ეს ბაზების ტერიტორია, კონკრეტული ბაზების ტერიტორია გამოცხადება ამერიკის სუვერენულ ტერიტორიად. აი შინაარსობრივად ეგ რეალურად ამერიკისთვის დიდ არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ დანია ისედაც ნატოს წევრია, დანიასთან ისედაც ქონდათ შეთანხმება, რომ აი სულ შეუძლია ქონდეს ბაზები და მაგ ბაზების რაოდენობა, მაგ ბაზებზე პერსონალის ოდენობა არის ფაქტიურად განუსაზღვრელი. ანუ სინამდვილეში როგორც ჩანს ახლა
უფრო რაღაცნაირად ამერიკის უკან დახევის ფორმატი მოხდა, არ გამოვიდა ესეთი ხისტი მოქმედება, მათ შორის შიდა ამერიკულ ელიტაშიც ელან წინააღმდეგობა გამოიწვია, იმიტომ რომ გასაგებია რომ შეარყევდა ნატოს ერთობას და აქედან გამომდინარე რაღაც უკან დახევის ფორმატი უნდა შექმნილიყო და ეს ფორმატი უნდა ყოფილიყო იმ შინაარსის რომ რაღაცა ამერიკასაც ქონდა სათქმელი, რომ აი რაღაც განსხვავებული დაიდო იმისგან, რაც ქონდათ მანამდე და ფაქტიურად ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აი ბაზის ზომის ტერიტორია გამოცხადდება ამათ სუვერენულ ტერიტორიად, ეს ჯერ მონახაზის დონეზე. შორის აი ტრამპი რო გაპრეზიდენტა მეორეჯერ მე დიდი ხნის წინ მქონდა ტრამპის აი ეს ყველაზე ბესტსელერი მაგის წიგნი რაც არის დაკითხული ჯერ კიდევ ტრამპ პრეზიდენტიც არ იყო პირველი ვადიდაც მაშინ მქონდა დაკითხული კიდევ ერთხელ გადავიკითხე იმიტომ რომ მაგ წიგნს ქვია იმის დადება რა make deal ანუ შეთანხმებების დადება და მან ტრამპი აღწერს აი თავის თავზე აი როგორ უნდა დაიდოს შეთანხმება ბიზნესის თვალსაზრისით რაღაც რჩევებს იძლევა და აი კიდევ ერთხელ გადავიკითხე, იმიტომ რომ რაღაცები მახსოვდა და ნუ ტრამპი მაგდიში წერს რომ ბიზნესშიო და ეგ ჩვენ ვიცით რომ ტრამპი ცნობილი დეველოპერული ოჯახიდან არის, ბაბუა მისიდან მოყოლი მამამისი ცნობილი მშენებელი იყო ნიუ-იორკში, შემთხვევითი არავინ არ იყო ისე ცნობისთვის ტრამპი კი აქებს ხოლმე თავის იმას საქმიანობას თავის მიღწევებს, მაგრამ ნუ მაგას საკმაოდ ისეთი ნოყიერი ფინანსური თვალსაზრისით სასტარტო მდგომარეობა ჰქონდა და არა რაღაც ხატაკი არასოდეს არ იყო ტრამპი. და ის იმ ტაქტიკას ხსნის, რომლითაც ის ყოველთვის როგორც თავად ამბობს, წარმატებას აღწევდა აი ამ ბიზნეს გარიგებებში. და ამ ტაქტიკას ის არქმევს, აი შეტევით ტაქტიკას. ანუ ყოველთვის ის ამბობს, უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი იმაზე მეტად ვიდრე ხარ, იმაზე უფრო შორს წამსვლელად ვიდრე რეალურად აპირებ, უფრო აგრესიულად, უფრო ხისტად და აი მე რამდენჯერ იყენებს აი ამ ტაქტიკას ტრამპი რო დავაკვირდეთ. აი თავიდან იმუქრებოდა ამ გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ შეიძლება ძალაც კი გამოვიყენოთ, ჩვენ ვინ გაგვაჩერებს, გრენლანდია ჩვენია, დანიას რატო უნდა კონდეს გრენლანდიაზე ეს სუვერენიტეტი, იმიტომ რომ რაღაცა 300 წლის წინ მისი გემი მიადგა ამ კუნძულს, ეგრეთ ჩვენს ხავს გემები და ნუ შემდეგ ირკვევა, ჯერ ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული ვერსია. ჩვენც ახლა მოდით ცოტა ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება მართლა ჯარები გადასხას. ტრამპისგან არაფერი არაა მოსალოდნელი, ყველაფერია მოსალოდნელი და მაგრამ ნუ ჯერჯერობით რა ინფორმაცია ვრცელდება, ამ ევროპელების ხვეწნა მუდარის შედეგად, ნუ ტრამპი დაითანხმეს, როგორც კიდევ ერთხელ მეორე, ნუ ვრცელდება ინსაიდერული ინფორმაცია, ეგ დადასტურებულად არავის არ უთქვამს არაფერი. ტრამპი უბრალოდ იმ ტერიტორიას, სადაც ამერიკული ბაზები განთავსდება, დამატებით გრენლანდიის ტერიტორიაზე, ის ტერიტორია გამოცხადდება ამერიკის ნაწილად. ანუ იმ ტერიტორიას მიერთებს ტრამპი ამერიკის შემადგენლობაში. ხო და ეს თუ ეგრეა და მას ალბათ უახლოეს მომავალში გავიგებთ, აქაც ტრამპმა გამოიყენა ის თავისი საყვარელი ეს ბიზნეს ტაქტიკა, ჯერ მაქსიმალურად დაიმუქრა, მაქსიმალურად წარმოაჩინა თავი, რომ იმაზე შორს არის წამსვლელი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ნუ ბოლოს მე ცოტა დაიხიასავი და რაღაც კომპრომისული ვარიანტი თავისთვის თუ თავისი ქვეყნისთვის მოიპოვა. ანუ მუშურ გლეხურად რო თარგმნოთ ახლა შენაც მოყევი არის რომ აი გიჟი ვარ უნამუსო ვიყო ეს მინდა მომეცით და მე რომ ნუ მიდის ვაჭრობა რომ კაი ხა მთლად ამას როგორ მოგცემთ მაგრამ გავიგე ხა შენ გაფსხებული ხარ მე რაღაცა ისეთზე თან და ესა მაგრამ მთელი კითხვა მაგას შეგვიძლია აქ უკვე ყველა მნიშვნელოვანი სერიოზული კითხვა არის იგივე ფაქტიურად იგივე აი მიიღო რაც ისედაც ხო ანუ უყურე შეიძლება ბიზნესში ეს გამართლებული იყოს, იმიტომ რომ ბიზნესში არ არსებობს პოლიტიკური რეპუტაცია,
საინფორმაციო ომი, ნდობა, ბიზნესის შესახებ არ წერენ New York Times-ი, არა, ბიზნესის შესახებ წერენ უბრალოდ მაგ კონტექსტში, თორე ხა ეგრე ბიზნეს ციფრებზე არსებობს თავისი საინფორმაციო საშუალებები. მე ვამბობ, პოლიტიკა როგორც მუშაობს და პოლიტიკაში რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეპუტაციას, რამხელა მნიშვნელობა აქვს შენს იმიჯს, ბიზნესში ცოტა სხვა კანონზომიერებები მუშაობს. ბიზნესში მოლაპარაკებები ასე საჯაროდ არ მიმდინარეობს. ერთი არ არის. ესეთი მოლაპარაკებები დაძაბა, მათ შორის აწევა ფასის, რაღაცა მაქსიმუმზე მოთხოვნა, ეს მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა და ეს არის რაღაც და მათ შორის ესკალაციის ლოგიკა იქ სხვანაირია, მაგალითად ხა, როდესაც ბიზნესში მიდის მოლაპარაკებები, ну максимум რაც შეიძლება მოხდეს ვიღაცის კომპანია გაკოტრდეს. ეხლა ვიღაცის კომპანია გაკოტრდეს, ეგ შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ტრაგიკული იყოს, მაგრამ აი ვიღაცა უცხოური რაღაცა ქვეყანა, რომელიც უნდა დაბომბო, ეგ ეხლა შინაარსობრივად სხვა კონტექსტის მატარებელი არის ეხლა, რავი, ბიზნესში რაღაცა სესხი აღარ მოგეცი, ეგ გასაგები დაძაბვის ფორმა არის, მაგრამ ეხლა რაღაც მე-6 ფლოტი შემოვა, ავიამზიდები და რაღაცა ტომაჰავკები დაეცემა შენს სამთავრობო შენობებს და დედაშვილს არ აიყვანს ხელში. ეგ უკვე სხვანაირად ითარგმნება. ანუ ბიზნესმენი რო ეგეთ მეთოდებს იყენებს, მის მიმართ შეიძლება ბიზნეს ტრებს პირიქით ეგეთი დამოკიდებულება გაჩნდეს, რომ ნახე რა ჩაუტარა. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა მსგავს რაღაცებზე მიდიხარ, მაგას თავისი ფასი აქვს. ანუ არავის არ მოწონს ბუკვალურად იარაღის ლულის ქვეშ გადაწყვეტილების მიღება. მეც მაგ კუთხით ერთი ისიც შეიძლება ეგ ვერსიაც განვიხილოთ, რომ ზოგადად ამერიკისთვის ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი დაპირისპირება ხდება ამერიკის შიდა პოლიტიკურ სივრცეში. ანუ ორ მხარეთ არის, ორ ბანაკად არის გაყოფილი ამერიკა და მათ შორის ძალიან სერიოზული ხარისხია უკვე დაპირისპირების, ისეთი ხარისხია, რომ ზოგი საერთოდ სამოქალაქო ომსაც არ გამორიცხავს, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ ხდება, მაგრამ ეგეთი კომენტარები უკვე აზრები მოსდის, ხო და კომენტარები ჟღერდება ეგეთი, ხო, ხალხს და ამიტომ დაპირისპირება ძალიან სერიოზულად არის უკვე და ეხლა აი საერთაშორისო თვალსაზრისით რო განვიხილოთ აი პროდასავლელები, კოლექტიური პროდასავლელები, ხო, რა სტადიაში იმყოფებიან. კოლექტიურ პროდასავლელებს ტრამპი არ უყვართ ძალიან. ძალიან უარყოფითი ფიგურაა ტრამპი მათთვის. და მაგას ხო აქვს საფუძველი, ხო ეხო შემთხვევითი მოვლენა არ არის, აი მაგალითად საქართველოში პროდასავლელს ტრამპი რომ ძალიან არ უყვარს, ეგ სინამდვილეში არის ხელით შესახები მოცემულობა. მაგას ობიექტური საფუძველია. თამარ ჩერგოლეიშვილი ტრამპს რო ბალეში ყოფს ჩერეს ნემაგუ. ხო, ტყუილია რომ სინამდვილეში ძალიან არ უყვარს, ხო და ამითი მე მგონი ის ჩანს, ეგ მაგ კომპონენტით ის ჩანს, რომ ტრამპი შეიძლება ამერიკის გადმოსახედიდან აი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რაღაცეებს ამერიკას უფუჭებს, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო დემოკრატების სასარგებლოდ მუშაობს. ანუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, აი მაგალითად ევროპა იქნება ეს თუ კოლექტიური პროდასავლელები სხვა ქვეყანაში, ისინი უფრო მოკავშირეები არიან კონკრეტულად დემოკრატების მოკავშირეები. დემოკრატების და რესპუბლიკელების ძველი ფორმაციის, ანუ ძველი ფორმაცია. ანუ ისი თქვა მინდა, ფულს მაგად განიღებ და პირდაპირ საქართველოზე რომ ფინანსება გააჩერა. კი, USAID გააუქმა. ტრამპი შეიძლება ამ ყველაფერში ასეთ სარგებელსაც ხედავდეს, რომ აი ხა მაგალითად მე რასაც ანალიზს უკეთებ, ხო, კოლექტიურ პროდასავლელების ის ფსიქოანალიზი რო ჩავატარო. მათი მომავლის იმედი როგორ ზოგადად მომავლის ოპტიმისტური მიდგომა როგორ გამოიყურება, იცი? აი ხა ტრამპი
ბოლო ის არის. გადავაგორებ. გადავაგორებს ტრამპს და მე ისე ყველაფერი დაბრუნდება. და ტრამპის ადმინისტრაცია როგორც ჩანს ცდილობს ისე დააყენოს საკითხი საერთაშორისო დონეზე, რომ არაფერიც არ დაბრუნდება. ანუ ვერაფერი ვეღარ დაბრუნდება. ძალიან სწორს ამბობს ირაკი სინამდვილეში, ეგ არა მარტო შენი მიგნება, რაც ლოგიკას ეფუძნება, ამას არც არავინ არ უარყოფს სინამდვილეში. ტრამპი რაც ცდილობს. აი, ბევრს ხო გონია, რომ ბიჭო ტრამპი ეხლა აი ამ თავის მოკავშირეებს რო დაერია, აი ამ დანიას რო ართმევს გრენლანდიას, ნატოს რო უტევს, ამით ხო სინამდვილეში ამერიკის სიძლიერეს ასუსტებს, იმ არქიტექტურას, რომელიც ამერიკის მიერ იყო შექმნილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ყველაფერს ანგრევს, ის გაგიჟდა, რასაკეთებს და უყურეთ ის არქიტექტურა, რომელიც მართლაც არსებობდა ტრამპამდე. ის არქიტექტურა ტრამპს უჭერს ხარს თუ ტრამპის მოწინააღმდეგე კონკურენტებს. წინააღმდეგია ტრამპი. ტრამპის წინააღმდეგია. ყველა ეს არქიტექტურა ნატოს სახით, ევროკავშირის სახით, მაკრონის სახით, დანიის სახით, დიდი ბრიტანეთის სახით. ისინი ყველანი არიან იმ გლობალისტური პროექტის რაღაცა ფორმაციის ნაწილი, რომლებიც ყოველთვის დაუჭერენ ხარს, იმიტომ რომ მათ მიერ არის შექმნილი და დღესაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს დონალდ ტრამპის კონკურენტმა ძალამ დემოკრატიული პარტიიდან. ამიტომ ტრამპი არაფერს არ კარგავს, კაცო. ტრამპი პირიქით თავისი მტრის მოკავშირეებს ასუსტებს და ანადგურებს და პირიქით ცდილობს იმ ქვეყნებში, აი თუნდაც ევროპის ტერიტორიაზე მოიყვანოს თავისი მოკავშირეები, მთავრობები. აი მაქიდან ჩემი აზრით უნდა გადავიდეთ უკვე შიდა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, ჩვენ სანამ გადაცემაში შემოვიდოდით, მანამდე ვსაუბრობდით, ხო? აი მაგ კონტექსტში არის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა დაიცვას და აი სხვათა შორის ქართულმა ოცნებამ დებატები რო გააჟღერა. მე მაგალითად აი ძალიან დიდი სიამოვნებით დაუსვავდი ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეგეთ კითხვას, რომ მე ძალიან მაინტერესებს ქართული ოცნების წარმოდგენაში აი ეს deep state-ი რა არის და როგორ მუშაობს და გეტყვით რატო. მე მაგალითად ხა ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეგეთ საინტერესო მომენტი შათირიშვილის კომენტარი იყო, რომელსაც თან ეს სამთავრობო მედია ძალიან აქტიურად აჟღერებდა, რომელიც ჟღერდა არცე, რომ ტრამპი deep state-ის დავალებით ანგრევს ევროპას. ხო და აქ ჩნდება მთელი რიგი კითხვები, რომ ახლა ტრამპი გლობალისტებს უტევს. მე მაგალითად აქამდე მეგონаад, რომ აი ეს გლობალისტები არიან deep state-ი. თუ ეხა ტრამპი გლობალისტებს უტევს, თუ აი ამ ზესახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს ასუსტებს, ნატოს გავლენას ეჭქვეშ აყენებს, ევროკავშირს ასუსტებს და ასე შემდეგ. და ეს არის deep state-ის დავალებით. მაშინ deep state-ი არ ყოფილა ეს გლობალური, ეს გლობალისტების და დემოკრატიული პარტიის რაღაცა თემა. და მაშინ მე ძალიან მაინტერესებს ქართული ოცნების ვერსიით ეს deep state-ი რა არის. თან მე აქ რაღაცა იმაში კი არ შევდივარ, რომ არა ეგ არ არის, სხვა რამეა. არის რაც გინდათ იმას დაარქვით ეგ deep state-ი, ოღონდ აგვიხსენით.